ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ქალ პოლიტიკოსებს და სინდისის პატიმრების მშობლებს მურუსიძის მართულ სასამართლოში ხის ურმის შეტანა სურდათ, მაგრამ მანდატურებმა ამის საშუალება არ მისცეს. საპროტესტო ატრიბუტი დაამტვრიეს. ამ დროს აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: სამართალი მაინც მოვა, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მარიამ მაკასარაშვილი იყო დაპირისპირების დროს აქციაზე და ახლა პირდაპირ ეთერში უფრო მეც მოგვიყვება ამ თემაზე. ხმაური და დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს აქ მოვიდნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დედები და ასევე ქალი პოლიტიკოსები, რომლებსაც ჰქონდათ აქცია პერფორმანსი. ისინი ცდილობდნენ, რომ ურემი შემოეტანათ სასამართლოს შიდა ეზოში და ამ ფორმით ეთქვათ, რომ სამართალი მაინც მოვა. თუმცა ამის შესაძლებლობა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ქალებს არ მისცეს. ადგილზე იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა ქალების მოგერიების პროცესში ჩართულები იყვნენ მხოლოდ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც არ მისცეს ქალებს ურმის შემოტანის შესაძლებლობა და სრულად გაანადგურეს ეს ურემი, რომელიც ეზოში უნდა შემოეტანათ. აქ იყვნენ ქალი პოლიტიკოსები და მათ ჰქონდათ საპროტესტო ბანერები, სინდისის პატიმრების სახელები და გვარები და ეს წინადადება სრულდებოდა იმით, რომ ეს სამართალი მაინც მოვა და ეს ურემი სწორედ ამ საპროტესტო ბანერებით უნდა გაევსოთ. საბოლოოდ კი დამტვრეული ურმის შემოტანა მოახერხა. ეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, როგორც გითხარით, ეს დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან. დღეს აქ შეკრებილი მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ის შენობა, სადაც მათი შვილების და სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმეები შეიკერა და აქ მოსული ადამიანები განმარტავენ, რომ ახლა სრულად მოსამართლეების, პროკურორების და მათი განმარტებით ცრუ მოწმე პოლიციელების კისერზეა ის საქმეები, თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები, რომელსაც ყოველკვირეულად თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლეები განიხილავენ და სწორედ ეს იყო დღევანდელი პროტესტის მთავარი გზავნილიც, რომ აქ მყოფი მოსამართლეებისთვის და პროკურორებისთვის მათ საკუთარი პროტესტის თმა გაეგონებინათ. შებძანდით არავინ არ გისურს არაფერს. ასე გეშინიათ სამართლის მოსვლის? რაშია შეზღუდვა? მარტივად გაგვატარებთ. 1 მეტრიანი ურმით, რომლითაც გვინდოდა გვეთქვა, რომ სამართალი მაინც მოვა, გამოვხატეთ დედების, ქალების, პროტესტში მყოფი მოქალაქეების გზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რომ ხელისუფლებები მეგობრებო იცვლება და სხვენოდეთ მოსამართლეებს, სხვენოდეთ ამ ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავებს, რომლებიც ვისიცავენ, რასიცავენ, გოგოებს, ქალებს, გაუსწორდნენ, წიხლებს ურტყავდნენ, ძალიან სირცხვილია. როდესაც გადავედით უკვე სიმბოლურ ნაწილზე, რომ სამართალი ურმით დადის, აი ამაზე გაგიჟდე, გადაირე, რომელი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო ან და შემოგვაგლიჯეს ტანსაცმელი. ამ შენობის კედლებში ტრიალებს ყველაზე დიდი უსამართლობა. ამ შენობის სასამართლო დარბაზებში იღებენ აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებებს და ამ ყველაფრის სათავეში დგანან პროკურორები, დგანან ეგრეთ წოდებული პოლიციელები, დგანან მოსამართლეები და ცრუმოწმეები. რა თქმა უნდა, ახლა მათ უკვე მანდატურის სამსახურიც მიემატა და სამართალი მათთან ურმით მოდის ნელა, მაგრამ თითოეულ კორუმპირებულ მოსამართლესთან, კლანის წევრთან, რომლებმაც ეს ახალგაზრდა ბიჭები, უდანაშაულო ადამიანები ჩასვეს ციხეში გაურკვეველი ვადით, გაურკვეველი საფუძვლით. რეალურად ევროპული მომავლის მოთხოვნისთვის, აი იმ ადამიანებისთვის აუცილებლად მოვა სამართალი. ამორიცხული არის ესე, რომ აი საზოგადოებას მოუგო. იმიტომ ეს სამართალი შეიძლება ურემით მოვიდეს ნელა, მაგრამ აუცილებლად ყველა პოლიტპატიმარი რომელიც აქ დედები ჩვენთან არიან და დათესავებ აუცილებლად გათავისუფლებიან. თავარი სათქმელი არის ის, რომ სამართალი ქვას ხედავს და სამართლიანობა ამ ქვეყანაში აუცილებლად მოვა. რუსული რეჟიმი პანიკაშია და აბსოლუტურად უსამართლოდ ჩაგვირაზეს ჭიშკარი.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს შავ კვამლში იყო გახვეული. აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა რამდენიმე პერფორმანსი გამართეს, მათ შორის იყო ეს, როდესაც შავი კვამლი გაუშვეს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაწერეს საპროტესტო გზავნილი, რომ ძალოვანი უწყება იყო შავ საქმეთა სამინისტრო. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლო გაახვიეს შავ კვამლში. დღეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოსამართლეები, პროკურორები და ცრუ-მოწმე პოლიციელები ყველაფერზე არიან პასუხისმგებლები და აქვთ მოლოდინი იმის, რომ ადრე თუ გვიან ისინი მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. საპროტესტო ეპიცენტრში ამ დრომდე რჩებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დედები, ვისი შვილების საქმეებსაც ყოველდღიურად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა მოსამართლე. თავისუფლება რეჟიმის წე! ძირს უკანონო სასამართლო! ძირს უკანონო სასამართლო! თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს. თავისუფლება! თავისუფლება ნაწამებს საბას ხვიტარიძეს. თავისუფლება! ამათ არ უყვარს და არც საკუთარი შვილები, არც საკუთარი ოჯახები. ამათ უყვარს ერთი კაცი, რომელიც უხდის ფულს და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. გადაწყვიტეს, რომ ხელი აიღონ ოჯახებზე საერთოდ, იმიტომ რომ მე მაგალითად შემრცხვებოდა ტაშს უკრავ იმ პოლიციელებს, ვინც დღეს ფეხქვეშ ეგდო ჩვენი ქალების წინ. ჩვენ ვარ ძალიან ძლიერები, იარაღი, ჩვენი იარაღი არის გამბედაობა და სიმამაცე. და ეს იარაღი მე დღეც მიჭირავს და ღამეც ხელში და მე ვერავინ ვერ წამამართმევს ამ იარაღს ხელიდან და ჩვენ არ შევეგუებით, ვერ შევეგუებით, არ შევეგუებით, ეს არ მოხდება, რაც არ უნდა მოხდეს. არჩილ მუსელიანს არ ყავს დედა. 6 თვიდან ის იზრდება უდელოდ. მინდა მიმართო პოლიციის დედებს. ამისანა ბიჭი, რომელიც გაიზარდა უდედოდ, არ ყავს მამა, არ ყავს ახლობელი ნათესავები. როგორ ჯობნიან სამშობლოს სიყვარულში, სამშობლოს ერთგულებაში და სირცხვილი ამით დედებს და ამით ცოლებს, რომ მათი ქმრები არიან და როგორ გაზდიან ისინი მომავალ თაობად. უსამართლო სასამართლოს წინაშე ვდგება. მარტო ერთადერთი მხილებულება შვილი ხელიდან წამართვეს და ცრუ-მოწმე იძახის, რომ გიორგი უწყებით აიყვანეს. ამათი სამართალი არ არსებობს. უსამართლო სასამართლო ამ საპროტესტო გზავნილების შეძახილებით უწევდათ დღეს მოსამართლეებს სხვადასხვა პროცესების გამართვა. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან დღეს აქ მოსული ქალები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და ისინი იქნებიან ყველგან, სადაც იქნებიან კლანის მოსამართლეების წარმომადგენლები და ცრუ-მოწმე პოლიციელები. მადლობა.